მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 19. სქემაზე გამოსახულ რომელ სიდიდეებზეა დამოკიდებული ძაბო კონდენსატორზეო, ეფსილონი წყაროს ელექტრომოწრავებელი ძალაა, R წყაროს შიგა წინაღობა, C კონდენსატორის ტევადობა, ხოლო R რეზისტორის წინაღობაო. კარგით, ახლა მოდით ჯერ ზოგადად ძაბო რაზე არის დამოკიდებული, გავარკვიოთ, მოდით ესე მოვიქცეთ. ჯერ ამ წრედისთვის მოდით ჩავწეროთ ომის კანონი. ომის კანონი ჩავწეროთ წრედის უბნისთვის, I ტოლი იქნება U შეფარდებული R-ზე, ხოლო სრული წრედისთვის თუ ჩავწერთ I ტოლი იქნება ეფსილონი შეფარდებული გარეწინაღობას დამატებული შიგა წინაღობა, ხო? ეხლა ჩვენ აქედან რა გამოგვდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ ეფსილონი უდრის ER-ს პლუს I პატარა R-ი, ხო? ეხლა თუ გავითვალისწინებთ მეორე მხრივ, რომ აქედან ER-ი ზაბვის ტოლია, შეგვიძლია აი აქ ჩავსვათ ეს მნიშვნელობა, აი ეს შევიტანოთ, ხო? აი ეს იქნება U, შესაბამისად ეს ტოლი გამოგვდის U-ს პლუს ER-ი. საიდანაც რა გამოგვდის? საიდანაც ჩვენ გამოგვდის, რომ U ძაბვა ყოფილა ეფსილონს მინუს ER. ეხლა დავაკვირდეთ, ეს არის დენის წყარო და საწყის მომენტში კი ბატონო, დენმა გაიარა და ეს მთლიანი მუხტი რა მუხტმაც გაიარა, ესე იგი დენმა დაგროვდა C კონდენსატორში. თავიდან მიუხედავად იმისა, რომ მუხტი არ ქონდა, ძაბვა არ ქონდა კონდენსატორს. კონდენსატორს გაუწდა ძაბვა, რაღაც უძაბვამდე დაიმუხტა. შესაბამისად, თავიდან დენი გვაქვს, მაგრამ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში დენის ძალა ტოლი ხდება 0-ის. თუ დენის ძალა 0-ის ტოლი ხდება, მაშინ აქ ეს წევრი აღარ გვექნება და გვჩება მარტო რომ ძაბვა ტოლი არის ეფსილონის. ანუ აქედან ვასვით, რომ ძაბვა დამოკიდებული არის მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომამოძრავებელ ძალაზე, რომელიც არის პასუხი E.